მოგესალმებით მეგობრებო, ხვალ უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება როგორც იცით საქართველოს და თურქეთს შორის. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები იწყება სულ 4 გუნდია ჩვენ ჯგუფში: საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი. პირველ ტურში ვითამაშებით ჯერ თურქეთს, შემდეგ ბულგარეთს ორივეს თბილისში და ფაქტურად პირველი ტურში გადაწყდება დიდი ალბათობით როგორ გადანაწილდება პირველ მეორე ადგილები ამ ჯგუფში, ამიტომ ასეთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. რას ფიქრობენ თურქები? მიაქცევდით ყურადღებას ალბათ სათაურს და ამ ვიდეოში მოდი ერთად გავარკვიოთ რას ფიქრობენ. მეც არ მინახია უბრალოდ გავამზადე გვერდები და ერთად წავიკითხოთ რას ფიქრობენ თურქები ამ მატჩამდე და როგორ განწყობაზე არიან მეტოქის ბანაკში. მოდი დავიწყოთ თურქეთის ეროვნული ნაკრების გვერდით. ბოლო პოსტი უდევთ 2 საათის წინ და საუბარია იმაზე რომ ფორმა იყიდეთ ეროვნული ნაკრების, აბა იქამდე რა ხდება. თექვსმეტ წლამდელ ნაკრებს თურქეთისაც 2-0 დაუმარცხებია და ამაზე არის შემდეგი პოსტი და აქ უკვე ისეთი თარგმანია რომ პირველ მატჩში გამოეთიშაო და იმედია მართლაც გამოეთიშება. თურქეთის ნაკრები წარმატებით დაამარცხებს საქართველოს ნაკრები, მაგრამ სხვა რაღაცა იგულისხმება სავარაუდოდ აქ ეს სასტუმროდან გამოდიან. და ალბათ საურჯიშოდ მიდიან. შემდეგ რა არის? პრესკონფერენციაზე საუბარი მონტელა და დემირელი გამართავენო პრესკონფერენციას. აბა კომენტარებში რასაც წერენ ნახოთ. წარმატებას გისურვებთ. ქარემ აქ სავარაუდოდ საყუდრობენ იმაზე რომ უმორნაირი ეს ფეხბურთელი კონიაში თამაშობსო და რატო არ მიყავთ ნაკრებშიო. სხვა კომენტარები ამაზე არ არის. აქ უვარჯიშიათ როგორც ჩანს. მაგრამ ეს არ არის ეროვნული ნაკრები, კი ბატონო 21 წლამდე ნაკრებია. ეგ რა ხდება ვნახოთ აბა. მზადებას გამაგზობს. ხედავთ მომდევნული ემზადებიან თურქები მატჩისთვის. აბა კომენტარები ვნახოთ. ნუ აქ საუბარია ზუსტად ხედავთ საკმაოდ არეულობა მეგობრებო კომენტარებში. ყველა წერს რომ ქერემის მოხსნას ითხოვენ ნაკრებიდან, ნუ ქერემ აქტურკოღლუ როგორც იცით თამაშობდა გალათასარაის, შემდეგ გადავიდა ბენფიკაში, ფენერბახჩე გამოაგდო ევრო ტურნირებიდან და მერე ეგრევე გადავიდა ფენერბახჩეში და თურქეთში ჩასვლისთანავე თქვა რომ სოფლიოში კი რა თურქეთის საუკეთესო კლუბი არის ფენერბახჩეო და რამაც ძალიან გააღიზიანა გალათასარაის ფეხბურთელები ვინც არიან ნაკრებში, არის არეულობა და როგორც ჩანს აქაც გრძელდება და ფენერბახჩეს ფანები არიან, გალათასარაის ფანები არიან, რომლებიც წერენ რომ აგერწერია არ გვინდა ქერემი ეროვნულ ნაკრებშიო და რაღაცა. აქ ეს იმაზე იუსუფი იმაზე ამახვილებს ყურადღებას რომ ორი ფერია წითელი და თეთრი ნაკრებიშზე არის საუბარიო და კლუბებზე სხვაგან ილაპარაკეთო. ამას უწევს და ასე შემდეგ. არ დაგვილი მეტი არაფერი არ წერია აქ უკვე ნაკრებზე არის საუბარი 4 დღის წინ ჰოფენჰაიმზე არის საუბარი და 16 წლამდელებზე. მოდი ხომ ნახოთ ჩვენ თურქი ფუტბოლზე რა პოსტები იდება იმ ჩასულან. ეს პოსტი ნახეთ. აბა აქ ნახოთ რა არის. სანიელს კითხეს პრესკონფერენციაზე ვის მიანიჭებდა უპირატესობას თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის გაფორმების ანუ აყვანის გუნდში აყვანის შესაძლებლობა რომ კონდესო და სანიელს პასუხია რომ if I could take one player I think I will take Hamit Altintop. Hamit Altintop საუყვანდიო. ეხლა სად არის არ ვიციო, მაგრამ I don't know where he is at the moment, but I send him big kisses. მაგრამ
Böyle bir şey varsa Hanit Altintop alabilirim dedi. Bilmiyorum şu anda კი dedi ბატონო, ama ეს უპასუხა ვილისანიელმა benim çok iyi arkadaşım. თურქ ჟურნალისტებს. აქ TRT სპორტზე საუბარია 6 საათის წინ დაიდო რომ დავიდე მასა უმსაჯებს მატჩს საქართველოს თურქეთს შორისო. აბა ვნახოთ რა კომენტარები მოყვა ამ ყველაფერს TRT სპორტზე. ეგ ფელიპე მასა. ეს ტიპი ფორმულა 1-ის პილოტი არ იყო, ვიღაცა უწევს და ეგ დავიდე კი რა ფელიპე მასა. მოდი აქ ვნახოთ რა არის. აი, არდა გიულერიც საკმარისია მათ დასამარცხებლად და ძალიან დიდი იმედი აქვთ, როგორც ჩანს თურქებს არდა გიულერის აი ქართველებს უწევთ არ გეწყვინა, სხვა მოვიგებთო. ვიღაცა აი ეს საგულისხმო კომენტარია, ჩვენი გამარჯვების შანსები დაბალ დონეზეა, თურქი წერს. რადგან გუნდში დაჯგუფება საუბარი არის, აზრით ვისაუბრეთ უკვე, ორად გაიყო ნაკრები, მას შემდეგ რაც აქტურ ქოღლუმ ეგ განცხადება გააკეთა. არაფერს უყურებს, სადაც ქერემი მონაწილეობს. კაი. ერთი გული, ერთი მაჯა. ახლა ხდება. თამაშის დღე. რაღაც ეს კომენტარია. ვიღაცა ბილეთებს ყიდის 150 ლარი თითო ბილეთიო, ორი ბილეთი სახვალინდელ მატჩზეო გურჯისთან, თბილისის, ბათუმ და თურქები, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ თბილისსა და ბათუმში. აქაც არ არის კომენტარები, აქაც არ არის TRT ხაბერ, აბა აქ ვნახოთ. აი 207 კომენტარია, ეხლა ცოტა ხნის წინ დადებული პოსტია, ვნახოთ აქ რა ხდება, ჩვენი ბიჭები უწერია TRT სპორტს და ვნახოთ ეს პოსტი. აქაც როგორც ხედავთ, ქერემზეა საუბარი ისევ. ერთმანეთს განსხვავებით საქართველოსგან აქ ხედავთ, რომ გალათასარაი ცალკე, ფენერბახჩე ცალკე და შემდეგ, მით უმეტეს განსაკუთრებით იმ დროინდელი კომენტარის შემდეგ, რაც გააკეთა ქერემმა გალათასარაიზე, უბრალოდ ფენერზე და შესაბამისად გალათასარაიზეც. მონტალას ადგილზე რო ვიყო, სათადარიგო სკამზე დავსვამდი, ქერემს საუბარია აქაც. მოკლედ ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, მეგობრებო, სულ ერთიანობა არ არის ამ ნაკრებში, ნუ ესე ჩანს კომენტარებიდან და ქერემის დაჟე სიტყვის ნახევარი გუნდი, ნახევარი კომენტარები, ნახევარი გულშემატკივრების უფროსორი და მეორე ნახევარი კი ჩუმადაა. კი ბატონო, მეტი უფრო დიდი აჟიოტაჟი ამ თამაშის მიმართ თურქულ მედიაში როგორც ჩანს არ არის. მოდი NTV ფუტბოლის ვნახოთ თურქული. NTV სპორტი. აქაც კლუბებზე არის აქცენტი. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ ნაკრების Facebook-ზე რა ხდება. მაგალითო გულშემატკივარი ყავს. ბოლო რამოდენიმე წელია მართლაც რომ სამაგალითო გულშემატკივარი ყავს, განსაკუთრებით კომაგები, ყოველთვის ხმაურიანი გამოსვლები აქვს ხოლმე და გვამხნევებენ ყოველთვის და არაფერი მოწოდება, რაც საკეთებდნენ აქამდე ეს რამოდენიმე წელი აუცილებლად ხარში დაგვიდგნენ, გაგვამხნევონ და რა თქმა უნდა ჩვენ საუკეთესოს ვეცდებით რომ ვაჩვენოთ თამაში და აუცილებლად ვეცდებით რომ რაღაც გავახაროთ თამაშის მე. კი ბატონო, კაშია მილაპარაკა. ნამდვილად სწორად გულშემატკივრებზე, რომლებიც მთელი ქვეყანა, როგორც იცით, ფეხბურთი არის ის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც აერთიანებს ამ ქვეყანაში ფაქტობრივად ყველას. Wavy don't stop in the tide, pushing the ხმა რა აქვს? ჯორჯი, ნუ აქ უკვე უფრო საქართველოს ნაკრებში უფრო დადებითი ხასიათია, როგორც ჩანს და განწყობები უფრო ერთიანია, განსხვავებით თურქეთის ნაკრებისგან, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში ფაქტიურად ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი არ ყავს საქართველოს ნაკრებს, ამის მიუხედავად ჩვენ გვექნება უფრო დიდი შანსი მოგების ვიდრე თურქეთის ნაკრებს. ნახოთ ხვალინდელი მატჩი, რა თქმა უნდა, ხვალ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი იმართება საქართველოს-ბოსნია 16 საათზე. და ნუ მოკლედ შუადღის კალათბურთის უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება, საღამოს კი საფეხბურთო ასევე უმნიშვნელოვანესი მატჩი. ორივე მატჩი გამარჯვება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც კალათბურთის, ასევე ფეხბურთის, ბევრი წარმატება და ერთად უგულშემატკივროთ საქართველოს და ქართულ გუნდებს.